საღამო მშვიდობისა მოკლედ გაგაცნობთ დღის იმ მთავარ თემებს, რომლებსაც ცვლად 9 საათზე ნახავთ. რა გზით ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტის შევსება, წვრილი მეწარმეები მუქარესა და ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. საუბარია ლაგოდეხის რაიონში მდებარე მაღაზიების მფლობელებზე, რომლებიც სოფელ კაბალის რწმუნებულს უპირისპირდებიან. ჩვენებების მიხედვით სოლიდური თანხა ყოფილი მმართველი პარტიის სასარგებლოდ სწორედ ნიაზოვის ზეწოლის შედეგად გადაირიცხა. როგორ მოხდა 300,000-მდე ლარი ნაციონალების ანგარიშზე. 9 საათზე ნახეთ საქმე, რომელსაც სამართალდამცავები უკვე სწავლობენ. პრეზიდენტის ინიციატივებად რჩება, მთავრობა შეთავაზებულ კანონპროექტებს არ იღებს. განსაკუთრებით ნეგატიური რეაქციები ეკონომიკური ამნისტიის იდეას მოჰყვა. პიარი გარემოცვის გადარჩენა და არასამართლიანი მიდგომა. ასე ფასდება სააკაშვილის წინადადება, რომლითაც ბიზნესმენებს წლების განმავლობაში დაგროვილი ვალები უნდა ჩამოეწეროთ. მთავარ გამოშვებაში რას ფიქრობენ მთავრობის წევრები და რას ამბობენ თავად ბიზნესმენები. ცვლად ნახეთ 9 საათზე. პასუხი პრეზიდენტის კიდევ ერთ ინიციატივაზე. რა რეაქცია მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება უნდა აიკრძალოს. წინა ხელისუფლების დროს გამოქვეყნებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ყოფილი მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებები და გაშიფრული სქემა, რომლითაც მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება იზღუდებოდა. ფაქტები, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს მისი ინიციატივის საპასუხოდ გაახსენეს. ნახეთ 9 საათზე. დასაქმება კვალიფიკაციის მიხედვით თუ ნათესაური ნიშნით პრესაში იმ ადამიანებზე წერენ, რომლებიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ნათესაური კავშირებით მოხვდნენ. სახელდება კონკრეტული გვარები, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი, დეპუტატ ეკა ბესელიას მეუღლე და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი. სწორედ ზურაზ ვიადაურთან ახლო ურთიერთობებს უკავშირებენ ახმეტის გამგებლის დანიშვნას. რა ინფორმაციას ფლობს არასამთავრობო სექტორი ნეპოტიზმის შემთხვევებზე. დეტალები ნახეთ 9 საათზე გვანცა პაპავაძის რეპორტაჟში. დღის ეს და სხვა მთავარი თემები ზუსტად 9 საათზე, მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით დროებით.